კი მქონდა ყველაფერი და არანაირი აღარაფერი აღარ შეგნები რომ მქონდა ვკითხულობდი სწავლობდი და როდესაც საძინებოდ რომ მივდიოდი ძალიან მოგული სახლი რო გაქვთ თუ მაგრამ შეზღული მткиვა ხოლმე სახლში შირო ფოტოები ფოტოები მქონდა ტელეფონით არ მაქვს ისინი მაგ დაუწყარი არაფერი აღარ მქონდა ქვეყანას ეს საბრალო გოგონა 19 ფებრუარს 11 წლის გახდება, მაგრამ მეგობრებს ვერ დაბადიშებს, იმიტომ რომ ბავშვის სახლი ხანძარში მთლიანად დაიწვა. დაბადების დღეზე მარიამს არც ანთრებიანი ტორტი ექნება და არც საოცნებო საჩუქრები. ვერც ლამას სამოს ჩაიცვამს, რადგან მისი ყველა ტანსაცმელი ცეცხლში ჩაიწვა და ფერფლად იქცა. კეთილ ადამიანებო, ხოლო თქვენ შეგიძლიათ რომ ბავშვის გული გაახაროთ და დაბადების დღეზე მას ტელეფონი აჩუქოთ. ეს კი მას შესაძლებლობას მისცემს რომ ისევ შეუერთდეს კოლიშაც. ყურიადევნოს სწავლის პროცესს, საინტერესო ვიდეოებს უყუროს და ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ეს ტკივილი. 19 ფებრუარს მარიამი ასეთი თვალცრემლიანი არ უნდა შეხვდეს. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედით, შესაძლებელი იქნება რომ საბრალო ბავშვს დაბადების დღეზე საოცნებო საჩუქრები ჰქონდეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.